მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. მოვიდა ყავის დრო. დღეს შევცვლით რაღაცას და დავლეთ. ჩაიზევალ გამარჯობა ხალხო, მოგესალმებით ყველას. ხო, ეს ამბები ყავა დავლიცა და ჩაი მოშეურია. აუ მე კიდე არა. დავაბალასო. მე ყავაზე ვუცლებობ. დილით დავლია და მთელი დღე მით ცოტა ხანში დავლე და აი ახლა მოვიდა დრო. მე დავლე ყავას, ნაშადალებს ჩაის, ასე რომ თქვენც შეგიძლიათ დაისხათ გემრიელი ყავა ან ჩაი და შემოგვიერთდეთ. მან ვიჭუბდით. ცოტა ვიჭერავთ, ვიჭუბდით, ჩვენ რო ვიცით ხოლმე ისე. აბა როგორ ხართ? ჩვენ კარგად ვართ. როგორც ხედავთ, საღამოა. კარგად რა ისე ჯალებია, ისე ყავა, ისე ჩაი. რა შევცვალე. ვერც პრეზიდენტი შევცვალეთ. და ვერც ვერაფერი. ისე ორი პრეზიდენტი რო ყავს, როგორ მოგამბოს? აი მუშაობს ორივე, პრობლემა. მუშაობს ხალხო ორივე. ერთიც გეუბნება ევროკავშირში შეგიყვანთო, მეორეც გეუბნება ევროკავშირში შეგიყვანთო. აი მუშავეთ გენაცვალე და რომელიც ადრე შეასრულებს თავის ბიზნესს, ის დავტოვოთ და მეორე გავუშვათ სხვა თანამდებობაზე. ზოგადად ჭირს ხოლმე რომ არავის არ უნდა რამის გაკეთება. რა გვეხვეწებიან ორი არამე გამაკეთებიო და მიდი ბატონო აგერარი ბურთი და მოედანი. ვაუ. საზოგადოება შეთანხმებული ვართ ყველას უნდა ევროკავშირში. ერთხელ ისაც მეორე მხარესაც. აგერ ბურთი და აგერ მოედანი მიგვიშ. ვინ შეგვიყვანს ევროკავშირში? იმას დავტოვებ. რა დრო დაგვიდგა? ძირითადად ხალხი წუწუნებს ხოლმე რომ საქმის გამკეთებელი არ არის არავინო. ეხა ორი გამოვიდა. ერთად არამეო. ეთქო მარტივად გადავწყვიტოთ ეგ ამბავი. ასე რომ ასე რომ იმუშავეთ, მოგავჭერდებით, იმუშავეთ. ესეთი რამე რომელიმე ქვეყნის ყოფილა? პირველი პრეცედენტი იქნება ჩვენ რომ ორივე პრეზიდენტი ვაფშე ნუ მოხსნით. ურავის ნუ მოხსნით, ერთმანეთს იმუშავებს ერთ მხარეს, ერთი უნდა ერთ მხარეს, მეორე მხარეს. ეგენი ერთად ვერ იმუშავებენ, ეხა შანსი არ არის. ერთმა ცალკე იმუშავოს, მეორე ცალკე და ვინც დაასწრებს და უფრო მალე დადებს. შედეგს ძალა ერთობაშია. მაგრამ ეგენი ერთად ვერ ერთ ბალახს ვერ მოძოვენ, ეგენი ვიცი მე. მაშინ აბა როგორ? ცალკე გააკეთო. ცალკე გააკეთო, ერთმა ერთი მიმართულებით იმუშავოს, თავი თვითონ როგორც ჯერა სწორია, მეორე მიმართულებით. ვინც სწრაფად გაგვაწევიანებს ევროკავშირში, ის დარჩება პრეზიდენტი. გადავწყვიტეთ ეს. აი ეს არის გამოსავალი. რა სიტყვა, ხო მოგწოთ. თქვენ მოგწოთ ხოლმე ჩვენი შემოთავაზებული გამოსავალი. აბა რა ხედავთ? ხო. წინაზე მოგეწოდათ. მე მგონი რაც ეს არ უნდა იყოს ცუდიაზე. ჩვენ რატომ ხოცავთ ერთმანეთს? იმუშაოს ორივე კაცო, ვინც გააკეთებს საქმეს დავტოვოთ ის არის რა პრობლემა. მაგრამ დავხოცეთ ერთმანეთს მაგათი დილისთვის. ესმის რო იძახოდნენ არც ერთს არ უნდა საქმის კეთება. პირიქით მოწადინებულია და მონდომებული ორივე. რა პრობლემაა? უკეთეს ვერსია თუ გაგფირმეს, ეგეც დაგვიწერეთ, საინტერესოა. ვერას ფიქრობთ. ჩვენ ესეთ გამოსავალი მოვიფიქრეთ უცებ. მარტივი, უნებელი და ნერვები ვარ აიშალოს არავის ზედმეტად. ეხლა მინდა რომ თავი გავაკონტროლო და ძალიან არ გავიცინო რა. ძალიან ნუ ხუმრობ ხოლმე. აუ კნას ხანაირად არ ვიცი, მე ვიცი ხუმრობა. რა ვაკეთე? იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრეტენზია მივიღე ჩემს სიცილთან დაკავშირებით. რა არისო რა გაცინებს? შენ იცინე და მე ამოჭერი. სიცილებს ამოვჭრი. აუ ნახე რა, ყავა გაგვითავდა და კიდე არ ჯერათ რომ 800 ლარი გახავს. ეუნება ეს ხალხი 800 ლარზე რომ მუშაობ ბიზნესი ხარო და არ გესმის უკვე. აი. ხუმრობა იყოს და ერთ სერიოზული ამბავი კიდე ხო ახლა. ცოტა ხანი ხუმრობა გადავდათ ახლა გვერდზე და ეს ორივე მხარეს ეუნები ახ თუ გაიგონებთ ჩემს ზოგს ესმის, ზოგს არ ესმის, ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს. რა უკან მე უნდა თქვა მაინც. ამ ორივე მხრის ამორჩევლებს და ხარდამჭერებს რო იბარეთ ერთი და იგივე ადგილზე, კაცო, როგორ შეიძლება ერთ და იგივე დროს.
ხო, იგი მართლა მეც ვერ გავიგე. რა ხდება ხალხო ვერ გავიგე. ცოტა მეერიდეთ ერთმანეთს კაცო. ეგრე არ შეიძლება. განაწილეთ ისე რომ ერთხელ ერთი მივიდეს, მეორე საათში ან მეორე დღეს მეორე მივიდეს. თორე გეუნები ეგენი მშვენივრად ცხოვრობენ და ჩვენ გვახოციებენ ერთმანეთს თქო და არ გჯერათ, რა გავაკეთო. ხალხო ჩვენ თუ არ მოუთხილდებით ერთმანეთს. კაცი შვილი არ იქნება ჩვენი პატრონი და იჯერეთ თქვენ. მოვაყვებით პროვოკაციებს. და ხო, თქვენ თვითონ გაანალიზეთ. და ისე მიიღეთ გადაწყვეტილებები. ეგრე ჯობია, რომ აკვირდები ორივე მხარეს. და ბევრი იხუმრეთ, ხუმრობა თუ გამოგვიყვა ჩვენ ამ გაძაბული სიტუაციიდან. ხო, ხალხო და ხუმრობას მაინც გვიკრძალავთ თუ შეიძლება. რაც უნდა მიგზავნა მეინას თუ მომწლიან თუ სხვანაირად მაგაზე გადავიჭრე. რაღაც დაგვიტოვეთ წმინდა ხუმრობა. ზუსტად ესეთ დაძაბულ სიტუაციაში არის მართლა საჭირო. ო აბა იუმორინაზე ყველა იცინეს. ხო, მოკლედ ესეთი ამბები. დღეს ძალიან ცივა. ხო, დღეს პირველად იყო ესეთი სიცივე. ხო, დღეს. ძალიან, მე მგონი -6 იყო ღამე. ხო, და რაღაც დილით თოვლიც კი მომეჩვენა, მაგრამ ალბათ მომეჩვენა. ირგვლივ მოთოვლა? არა, გუშინ ღამე. არა, თბილისში. ხო, გუშინ ღამე სახში მოდიოდი, რომ პირველი ნახევარი იყო, წიმა და თოვლი ერთად მოდიოდა უკვე და ძალიან ქარიანი სიცივე იყო. ხო, მე მგონი დასავლეთში კარგად მოთოვლა. დასავლეთში ყველგან კარგად მოთოვლა, კი. აქეთ მეც მინდა თოვლი. მაგას მოთოვ საახალწლოდ. იმაზე რას ფიქრობ? ეკლესიაში რომ მამაოს მაგაზე ხარა. შეუვარდნენ. ვინმე სხვანაირად ფიქრობს ახლა მაგ. არა, მამაოსაც აბრალებენ აქეთ რაღაცებს. ვინ აბრალებს მამაოს? აქნა მაგან გამოიწვია ვინმე? კაცი დგას თავისთვის ლოცულობს ეკლესიაში. არ გინ თუ არ გესმის და არ მოგძონს, გაიარე წადი კაცო, რა გინდა რა. ას უყვირი ხარ რაღაცა. ხო, მოკლედ ყოველ დღე აი სულ მგონია რაღა უნდა გამიკვირდეს თქო. მაგრამ ყოველ დღე რაღაც ხდება ისეთი, რაც გავოცებს. რაც მაოცებს და მართლა კომენტარი არ მაქვს. მაგასაც მოხერხება უნდა. მაგას ყველა კი ვერ შეძლებს. საერთოდ რა შუაშია ეკლესია პოლიტიკურ მოვლენებზე. ეგრე იციან ხოლმე რა. ზოგადად რაღაცაზე არ ამბობ, არაფერს რატო არ ამბობ. ხო. სად არის ჩუმათა, მასარიღებს, სხვა რაღაცას აკეთებს, იტყვი და რატო თქვიო, კაცო. მაშინ რაღაც ტექსტი მაინც გამოგვიგზავნეთ, რომ ისოდეთ რა ვთქვა. მეც რომ მეუბნებოდნენ, რატო არიღებ ხმასო. ხო ინანეთ ახლა ზოგ-ზოგირთები. რომ მომაღებინეთ ხო. ყოფილიყავი ჩემთვის წყნარად, დამოიგებინეს ახლა. ვერ ვიყავი ჩემთვის იქანაი, კიდე. რა გინდა კაცო. ეხლა ცოტა გავერკვიე, ხო იცით პოლიტიკაში, უკვე გამიჩნდა ჩემი აზრი. ეხლა მეუბნებოდა რაღაც პოლიტიკური მოძრაობა უნდა ჩამოვაყალიბო, ეხლა მესამე ძალა. ეხლა პოლიტიკაში თუ მოვედი. ახლა ჩვენ ვაპირებთ შევქნათ პოლიტიკური მე ნახეთ თქვენ. დავარქვათ ჩემ პარტიას. ერთხელ ასაბუდავთ, გაიგეთ, რომ ჩვენ არც ერთი მოგწონს, არც მეორე. ვფიქრობთ, ეხლა მესამე უნდა იყოსო და გადავწყვიტეთ, რომ მესამე პარტია შევქნათ რაღაც. სახელი გითხარით, ეხლა რა შეიძლება დავარქვათ? მე ლაშა სოციალისტ დღეს ესეთი კომენტარიც მივიღე. ხო. შენთან დაკავშირებით. მე მგონი ლაშა არის მესამე ძალა, რომელსაც ხალხი აცნობს. რა ვიცი, რა ვიცი. ის სანატელი მესამე ძალა. არც კოცი, არც ნაცი. მე მაგ ერთი ესეთი ვერსია, იუმორი გადაარჩენს საქართველოს. ხო, ისე ხო, თუ შეიძლება პარტიას ერქვას ქართული ოცნება, ქართული პატრიოტთა ალიანსი გვაქვს რაღაც ეგეთი კიდე. ქართული რაღაცები იყო ხარ მახსოვს. ან იუმორინა. პოლიტიკური იუმორინა. პოლიტიკური იუმორინა უკვე არის. ესენი ერთად არიან პოლიტიკური იუმორი. ერთად. სულ ყველა მხარე ერთად არის პოლიტიკური იუმორი. ხო, შენ მეუბნებოდი იუმორინამ გააცხადდა რომ იუმორინა 2024 აღარ იქნება. აღარ იქნება, გადაიდება თუ რაღაც. გადაიდებოდა წინასწარ და დაასპოილერეს ხალხი.
ჩაანაცვლეს. ორივე მხარე პოლიტიკური იუმორი რასია გახვეული. ხოდა და მოგვიფიქრეთ ხალხო პარტიის სახელი რა მოგვიხდებოდა. რა იცით რა ხდება? ამათ რო უყურებთ, არავის ნაკლებები ჩვენ არა ვართ. არც არავის ნაკლები დიპლომი მაქვს სხვადასხვა შეიძლება. ხوارს ხედავს ისეთი დიპლომი მაქვს. მე სხვათა შორის. რა ვიცი, გეც ყველაფერი ხდება ქვეყანაში. თან ქართულად გამართულად ვლაპარაკობთ. კი ბატონო. მაქსიმუმ ასე თუ ისე. მაქსიმუმ კილო კავი შეურიო და ისიც ქართული რაღაც ფრანგული აქცენტები რაღაცები არ მაღაზიათ. იდე რა თავარი ხა ჩვენი ეგ არის, რომ დღეს ძალიან არ მომეწონა მე სერიოზულად რომ ეს ორივე მხარე ერთ დროს და ერთ ადგილზე რაღაც გადაწყვიტა რომ თავის მომხრები მიეყვანა და ხუნთების თამაში დაიწყო ერთმანეთისთვის. მეც არ მომეწონა ეგ ფაქტი მართლა. ხალხს ისედაც დაპირისპირებული ეს ხალხი ერთმანეთთან და ისედაც ჭამს და ხოცავს ერთმანეთს და დაანებეთ ამ ხალხს თავი ნუღა და უძაბავთ ერთმანეთთან სიტუაცია. ცეცხლენავთი და სხვა იყო ხა მე თუ მკითხავ ეს. აცადეთ ხო წადი ერთმა ერთ ადგილზე გააპროტესტეთ მეორე ადგილი აირჩიეთ. მოედნების მეტი რა გვაქვს და სკვერების თბილისში და საქართველოში გაიშალეთ ცოტა ერთმა ერთხვალის გა მეორე მხარე. ხო რაღაც პარალელურად მაინც ყოფილიყო ხო? ზუსტად ერთ ადგილზე დაპატიჟება ხალხის რაღაცა ცოტა ვერ გავიგე. ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს იქ ვიღაც პროვოკატორი, მინდა ერთი მხრიდან, მინდა მეორე მხრიდან და გამოიწვიოს რაღაც შეხლა შემოხლა და ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება. საბოლოო ჯამში თუ ამ ქვეყანაზე ვინმე ფიქრობს, თუ რაშიც მე ძალიან შემეფარება, ეგეტრებს ნუ გააკეთეთ. მაინც უშვებ საკვანძო სიტყვა თუ რაღაც პროცენტი უშვებ, მაინც შეიძლება ვიღაცა ფიქრობს. ეგეტრებს ნუ იზავთ ხალხო. ამ პრეზიდენტების ამბავზე რა ორივე რო იძახს გავაკეთებ. ეხო ქვეყანაში გვაქვს ქაოსი და არეულება რა რეალურად რო შეხედა. წარმოიდგინე დიასახლის ხარ და სახში რო გქონდეს ქაოსი არა ქვეყანა ხო სახლი არის იგივე რა. სახში რო გქონდეს ეგეთი ქაოსი და არეულება. და ორი ადამიანი გეხოცებოდეს არა მე დაგილაგებ, არა მე დაგილაგებ. რა ორივეს გააგდებ თუ ეტყვით რომ მოდით ორივე მიუშავებთ, კაცო მალე იზავთ იქნება რაღაც. გააწკრიალოთ იქნება ეს არეული სახლი. კი. ხოდა მიუშვათ ეხლა დააწკრიალონ ამას რა კიდეთ. შეაწკრიალონ ეხლა ეს არეული ქვეყანა. არა თუ დავინახეთ რომ კიდე რამეს რევთ ზედმეტად. მე მართლა მოვიდე შეიძლება პოლიტიკაში. თუ დავინახეთ რომ რომელიმე ატალახიანებს. თუ დავინახეთ რომ ვიღაც ტალახიანი ფეხებით შემოწყაპუნდა აქ მოწმენდილი ატაკზე. აი მე მართლა მოვალაშაო თავის იუმორით და პოლიტიკით. იუმორნარევი პოლიტიკით. ასე რომ ხალხო ეგრე არის რა. უთხილით ერთმანეთს ათორე. ელემი ჩვენი პატრონი არ იქნება. არა ცუდია ხო რომ ერთიანობა არ არის, აი ეს გუპავს. ეგად წევლა ჩვენი. მთელი ისტორია ეგრე არის რომ ერთიანობა ჩვენ არ გვაქვს. ვინც ეგ დაიწყევლა იმის ხო ყოფილა ისტორიაში. ვინც ეგ დაიწყევლა იმის დეგავატი. ერთიანებული საქართველო. ყოფილა მაგრამ დავით აღმაშენებელი არ იყვის გენს პრეზიდენტობაზე და საიდან მივიყვანო. ის ხო იყრის რა იქა სტრატეგია აღმაშენებელი. ისიც მაგას ჩოუსკდა თავი მაგას აღმაშენებლის ზავე კონდეს. აუ ისე ხო მაგაზე ძალიან გაუბრაზდი ადამიანის მოწოდებებზე. ერთი მეორე გორგასალი და მეორე აღმაშენებელი. აი ძალიან გაუბრაზდი რა. არ დაუჯეროთ რომ მშობლებსო მაგას გულისხმობდა? ხო არა აქვს მნიშვნელობაო ვინ იქნებაო გინდა დედა გინდა მამაო თქვენ აზრზე თუ არ არისო და ნუ მოკლედ ჩვენ აზრზე თუ არ არისო ჩვენ თუ არ გვეთანხმებია ჩვენ თუ არ გვეთანხმებია ხო ანუ ყველას განუდექითო ასე ვთქვათ რა ვიცი რაღაც სიტყვა თქვა აღარ მახსოვს თვითონ ეგრე იქნა ნეტა ანუ მეზობელი იქნებაო ვინც იქნება იყოსო არავის არ მიესალმოთო კაცო სულელი არის მაგ ეთყობართან მე ამ ხელაკაცი გევარ აქ ამ ხელაკაცი და ხალხს ვეუბნები მოუთხილდეთ ერთმანეთს და შეიყვარეთ ერთმანეთი ერთად იყავით თქო ესე უნდა განუდექითო კიდე განდგომა უნდა დაჯანყება ჩვენ ხალხს და ეგ არის სტრატეგია აღმოჩენილი ხალხო რო ვიცინით ადრე ვიდეოსაც დავაწერე რომ სიმწრის სიცივია თქო და რა ვიცი რატო ვერ ხვდებით ზოგიერთები ანუ რა ვქნათ ვიტიროთ ესეთ სიტუაციაში
სხვა რა დაგვრჩენია? რა გქენით იუმორი სუდაკარგეთ მართლა თუ რა არის? შუაგულ დედაქალაქის ცენტრში ყუბოებს დაარიხინება, ვაკაცი არ გეცინება? და ხან მაიკებს როწავენ ფეხბურთელებისას და ხან შტანგისტების მაიკებით დარბიან. დასრული ხალხი. ან ეს 200,000 და 300,000 ამ ხელა ხალხი რომ ნაძვის ხსანთებაზე გადის, ეგ სასაცილო არ არის? ან ერთქვან პატარა ქვეყანას, 3 მილიონიან ქვეყანას, ორი პრეზიდენტი რო ყავს ერთდროულად, მაგაზე მაინც არ გეცინება? რა დაგმართათ ამ უბედურმა პოლიტიკამ? რა დღეში ჩაგაგდათ? გაიცინეთ ხალხო და ცოტა იუმორით შეხედეთ პოლონელებს, ჩავარდებით დეპრესიაში და მე ვეღარ გიშვენით მერე. წავედი მე, კარგად იყავით. აბა, დროებით. ერთი იუმორი ერო. აბა თქვენ იცით, გამხნევდით და ყველაფერი კარგად იქნება, მე მჯერა. დროებით.